ისე საქართველოში რამდენი ადგილი გვაქვს, რომელიც ერთად აღებული მთელი დედამიწის სილამაზეს აღემატება. ბევრი ისეთი ადგილი გამოგურჩება ხოლმე, რომელიც სილამაზით ბევრ ისეთ ქვეყანას აღემატება, რომელზეც ბევრს საუბრობენ ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც არის ნამდვილი სამოთხე. უბრალოდ ამ სამოთხეს ჭირდება ბრჭყალებში დალაგება, ანუ ქალამაზება. ვიზზე ნაკლები ბუნება გვაქვს ჩვენ. სვანეთში აბრძანდით და ნახავთ, რის შვეიცარია, რა კანადა, რა იტალია. სამეგრელოში ჩამობრძანდით და ნახავთ, რა სილამაზეა. რა ჰავაი, რის ჰავაი, როცა აფხაზეთი გვაქვს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ქვეყანაზე არაფერი არ ჯობს. ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია რომ დავასუფთავოთ და იქ მისასვლელი ბილიკები რომ მოწესრიგდეს, სამყარო ახალ სასწაულებს იხილავს. ხვამლის მსგავსი ადგილი მე დედამიწის ზურგზე არ მეგულება. რამდენი ადამიანი სტუმრობთ ხვამლს, ან ასხის მთას, ან ლებარდეს, ან რა ვიცი. საქართველოს ნებისმიერ წერტილში ლამის გვაქვს უნიკალური მინერალური წყლები. ამიტომ სანამ სხვაგან წავალ ჩვენ ბრჭყალებში დასასვენებლად, ჩვენივე კარ-მიდამოში დავისვენოთ. ბევრ თქვენგანს სავარაუდოდ აქვს წინაპრებისგან დატოვებული მიწის ნაკვეთები, სახლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაარემონტეთ ეს ყველაფერი და დაისვენეთ უფასოდ. ძალიან მარტივი რამეა. და ეს ყველაფერი მომავალში გამოგვადგება. რატომ გამოგვადგება? იმიტომ რომ დედამიწაზე გლობალური დათბობაა, შესაბამისად საქართველო იქცევა მალე ისეთ ადგილად, სადაც დედამიწის ყველა წერტილიდან დაიზურება ხალხი, რათა გადარჩეს. ამიტომაც გაუფრთხილდეთ ჩვენს მიწა-წყალს. ნუ დავაბინძურებთ მას და ნუ გავავერანებთ. მოუაროთ, მოუფრთხილდეთ. ეს დალოცვილი მიწაა. თანაც ლამაზია სკოლის პერიოდში, როცა სასწავლო წელი სრულდებოდა, ექსკურსიაზე ხან რაჭაში მივდიოდით, ხან იმერეთის ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ხან აჭარაში. ერთი სული მქონდა, რომ მენახა ეს ტერიტორიები, სიყვარული მქონდა საქართველოს ყოველი მიწის ნაკვეთის. მე თქვენი გამკვირვებია. ადამიანს როგორ არ უნდა უყვარდეს ბუნებაში სიარული. თბილისიდან ქუთაისამდე 2 საათი ჭირდება დრო. მეტი არ ჭირდება. 100 ლარიც არ დაგიჯდებათ თბილისიდან ლამის ბათუმამდე რომ ჩახვიდეთ და მანამდე ისეთ ადგილებს ნახავთ თქვენ რომ მთელი წლისთვის გამოგადგებათ. ამიტომ მიმოგზაუროთ ჩვენს ქვეყანაში და ნუ ვამჯობინებთ ჩვენს მიწა-წყალს და ჩვენს სილამაზეებს, ისეთ ადგილებს, რაც მხოლოდ Facebook-ზე, Instagram-ზე თუ TikTok-ზე ჩანს ლამაზად და რეალურად რომ მიხვალ, აც თუ ისე ლამაზია. თანაც ძვირია ეგ ყველაფერი. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.